ვარ მათე ბოლქვაძე 10 წლის. ვსწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ მარეთში. თავიდან ყველაზე ძნელი იყო ახალი ილეთის სწავლა. ყველაზე ადვილი იყო ტრიალი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიურული. საყვარელი ილეთი არის ეს. უკვე მქონდა 7 კონცერტი. ყველაზე კარგად დამახსოვდა პირველი კონცერტი. ბათუმში ვიცეკვა და ძალიან გმაყოფილი ვარ. დაბაზი იყო სავსე და ყველას მოეწონა. მე მინდა ჩემი სოლო კონცერტი მქონდეს აფხაზეთში. ჩემი ქორეოგრაფია გია ბოლქვაძე. მხიარულია და ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. თუ მოვინდომებ მასე კარგად ვიცეკვებ. მინდა მქონდეს შავი ჩოხა და ძალიან მომიხდება. ჩემ ქორწილში ჩავიცვამ შარვა კოსტუმს ცეკვის დროს ჩოხას. სოლს თუ არ ეწოდინება ცეკვა, ცეკვები მეჯვარეს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. ჩემი მოსაწონი გოგო ჯერ არ შემკვიდრია. სოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვა მაიას და ვაჩეს. ჩემ სოლს დავარქმევ ანა მარიას. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ხატავ ადამიანებს, ძაღლებს, პეიზაჟებს და კუნინძებს. ყველაზე რთულია თვალის დახატვა. ყველაზე ადვილი არის ძაღლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი. არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოს ფერია და მე არ მეკადრებ. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და მაქვს 150. იმიტომ ვაგროვებ რომ ჩემს შვილებს ვანახო. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე ჭკვიანია ანა. ყველაზე მშვიდია თეუნა მჟავანაც. ყველაზე ცელქი არის მათე ციკლაური. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდე მინდა ვიცოდე ჩინური ენა. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ნანა ქუბალია. ის არის წითელთმიანი, მხიარული და ცნობის მოყვარი. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე მეზღვაური. მამა ჩემი მეზღვაურია და მან შემაყვარა ეს პროფესია. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. სახლში ვცხოვრობს მე, დედა და მამა. მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის ჩემსავე სიმპათიური, გამბედავი და მოკეიფარი. უყვარს სტუმრები და სიმღერა. მეც მიყვარს სიმღერა და მაქვს ჩემი საყვარელი სიმღერა არის აფხაზეთის მიწაზე. აფხაზეთის მიწაზე გურის წერა გვდებოდა, შიშის არ დაუხებია, არც ერთ ვახრამდენი ვაშკაცი სიკვდის ეგებებოდა, უკან არ დაუხევია, არც ერთ ვახრამდენი ვაშკაცი სიკვდის ეგებებოდა, უკან არ დაუხევია, არც ერთ. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და ერთგული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. ნიზლავზე შემიძლია შევჭამო 15 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 7. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნებია დოგმენი და ვეფხვის ტყავსანი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაცოცხლებდი ვაზაფშაველას. სამოგზაუროდ სიამოვნებით ავიდოდი ჰავაის. ინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ მეგობარ თასო კოკაიასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას. რა
არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის კვადროციკლეტი. ბედნიერება არის კარგი საჩუქარი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.